ეთიოპიის დიდი ხნის განმავლობაში მიძინებული ვულკანი ჰაილი გუბი 12000 წლის განმავლობაში პირველად ამოიფრქვა. მან ცაში 9 მილის სიმაღლეზე ფერფლის უზარმაზარი ღრუბელი წარმოქმნა. ეს მოვლენა ასახულია Sentinel-5P-ისა და მეტეოსად 12-ის მიერ გადაღებულ დრამატულ თანამგზავრულ სურათებში. ძლიერმა მაღალი სიმაღლის ქარებმა ფერფლის ღრუბელი წითელი ზღვის გავლით გადაიტანეს იემენის, ომანის, ჩრდილოეთ პაკისტანისა და ინდოეთის მიმართულებით, ახლა კი ის სუბტროპიკული ნაკადის მეშვეობით ჩინეთისა და წყნარი ოკეანისკენ მიიწევს. ამ მოულოდნელმა ამოფრქვევამ შეაფერხა ძირითადი ფრენის მარშრუტები ინდოეთსა და ახლო აღმოსავლეთს შორის, ვინაიდან ვულკანური ფერფლის სერიოზულ საფრთხეს უქმნის თვითმფრინავის ძრავებს. საბედნიეროდ მსხვერპლი არ ყოფილა, თუმცა მიმდებარე სოფლები, მაგალითად აბდერა, ფერფლით დაიფარა, რის გამოც ტურისტები ვეღარ გადაადგილდებიან და საფრთხე ექმნება საძოვრებზე მყოფ პირუტყვს. მეცნიერები ახლა ამოფრქვევის გაანალიზებას ცდილობენ და იმედოვნებენ, რომ გაიგებენ, რამ გააღვიძა ვულკანი, რომელსაც მის ეპოქის დასაწყისიდან ეძინა.